მოგესალმებით, შემოდ ვირფასო ალილოვილები. ამ ახალ სტუდიაში თქვენთვის კი არის მშობლიური გადაცემა, მაგრამ გარემო გვაქვს ახალი და თან გაზაფხულის პირველი დღეა და შესაბამისი სიმღერითაც გავხსენით დღევანდელი ჩვენი შეხვედრა და 25 წლის იუბილე გქონდათ სულ ცოტა ხნის წინათ. აი ყველაზე მეტად მეგონი თქვენ შეგეფერებათ ის გამონათქვამი რომ თქვენს და ანსამბლის 25 წლის ბიჭებით გამოიყურებით. ხო არის ეგრეთ ვირფასო როგორია. იმართება. ეხლა ამდენი ხნის მანძილზე გია შენ კითხავ. უამრავი ინტერვიუ მიგიციათ. სხვადასხვანაირი. სატელევიზიო, გაზეთისთვის, ჟურნალისტვის. ყველაზე უცნაური შეკითხვა რა გახსენდებათ მითხარი ამ ხნის განმავლობაში? ესე იგი, მოდის ერთი ახალგაზრდა და მეკითხება რომ ბატონო გიაო, თქვენ ანსამბლსო, ალილო რო ქვიაო, აფხაზეთის ანსამბლიაო? კი მეთქი, ჩვენ ისე ლილო ქვია მეთქი. ალილო. ეთი რა აქვს კიდე გამორჩეული ჩემთვის თქვენს ანსამბლს, რომელიც ისე რომ განსაკუთრებულად მიყვარს. ყველა სოლისტი ხართ აბსოლუტურად. 6-ვე ხართ სოლისტი და ამდენი სოლისტი ერთ ანსამბლში, რა ვიცი, აი ძალიან დიდი იშვიათობა და თან ასე შეხმატკილებულად იშვიათი ანსამბლურობით გამოირჩევით და რანაირად ახერხებთ ამას, ესეც მინდა გითხოთ, ლაშა. იმიტომ რომ ყველას თავისი, ასე ვთქვათ, თვითმფრინავს ხო აქვს თავისი ტრასა და იმ გზაზე დადის, ხო? ამ სოლოშიც ყველას თავისი მიმართულება აქვს. ყველას თავისი ინდივიდუალიზმი აქვს და რაც საერთო ჯამში ქმნის იმ ფერთა გამას, რაც ალილოს გამოარჩევს სხვა ანსამბლებისაგან. იმიტომ რომ ყველას აქვს ინდივიდუალიზმი, რაც ყველაზე მთავარი არის და თავისი რეგისტრი აქვს ყველას რა, არ ვეხებით ერთმანეთს. საბა არაჩვეულებრივად მღერის დაბალბანშიც და იქ მღერის სოლოს კარგად, სანდროც თავის რეგისტრში, მიშა თავის რეგისტრში და კახურებშიც ძალიან მაგრად მღერის, მაჩიკოზე უკვე მაჩიკო სოლო ლაპარაკიზე მეტია? ნუ გიაზეც რა თქმა უნდა. ასევე და მეც რაღაცებს ვაკეთებ და ასე რომ ყველას თავისი გზა აქვს. გარდა ანსამბლისა და ანსამბლში ერთიანდება. ყველაფერი მოაქვს მე ანსამბლში. ისე ყველაზე ძვირიანი რეგისტრი ამასა. კარგი შეფასება იყო. რეგისტრებს შორის. გია და ლაშას დუეტი არის განუმეორებელი. ერთი გამახსენდა, ახლა უცებ მივდივარ ჭიათურაში, მოკლედ გვაქვს კონცერტი და გიას მანქანით მივდივართ რა და გზაზე არის რაღაც ძალიან ისე დიდი თოვლი, მოკლედ საშინელი ნისლი, მე 1 მეტრში არაფერი არ ჩანს და ძღოლები გამიგებენ, აი როცა მიდიხარ ერთ ტემპში უკვე და კარგად რომ მიდიხარ და ეს ტემპი წაგიყვანს თითქოს თავიზე, აი გია ცოტა ჩქარამიტის რა და გვერდით უზის ლაშა. და რამდენჯერმე 1-2 ისე აუცდინან რომ ცოტა აქეთ გადმოვიდა რა და სრული სიწყნარია და მოუტრიალდა ლაშა. ცოტა შენკენაც გარისკე 1-2 რო სუჩებკენ როდის. სუჩა ხარეს რისკავდა. ცოტა შენკენაც გარისკე. ამ იცში გაუჩი. მიყვარს რისკიო და მე თქვა აგეთ რო რისკავ იქეთაც გეშინია, ნუ გეშინია. ახალს რას პირდება ალილო მაყურებელს? მოდი ესეც უთხრათ. სიახლე ჩვენს ცხოვრებაში არის ის რომ ემზადებით ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში ჩვენი 25 წლის იუბილეის აღსანიშნავად ამ ეტაპზე მოკეთ ვარჩევთ რეპერტუარს, გვინდა რომ ახალი სიმღერებით წავდგეთ ჩვენი მსმენელის წინაშე და ერთ-ერთ ახალ სიმღერას ბატონი გოგი ცაბაძის სიმღერებიდან შემდგარი მოგვიდა რომ დღეს გიმღეროთ პრემიერა იქნება გადასარევი. მოდი ახლა გოგი ცაბაძის ჩვენიერი სიმღერა თქვენეული ვერსიით შევთავაზოთ ჩვენი შოუს მაყურებელს. აბაგთხოვთ. მადლობა. ძველი თბილისი ისევ მიგონებს ნისლი ვიჩნდება დარდი ერთდროს პირველი მე ფაიდონე ქუჩაში ფეხით დადის ძნელი ყოფილა თურმე სიმერე გულო გაუძელთ გივის წვიმა მოსულა vis egonos gagidular gansutiri
პირად ვისვენე რაღაც მინდოდა მეთქვა ვიხსენებ მაგრამ ვერ გავიხსენე რატომ მოვედი თქვენთან არც ფაიდონი არც ხენები რატომ არაფერს მეთქვი სად მიმაქრებს შენებ ჯერები ცუთი სოფელი სედლი პანჯარაში მტრედია ნედავისი ვედია არა მომიკლაგენაცლა ჩემი საყვარელია დიდი მადლობა ჩვენს სტუმრებს ჯგუფ ალილოს წარმატებები ვუსურვოთ მას